Federica Mogherini, ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში დღეს ბელგიურმა პოლიციამ დააკავა. ერთ დროს ევროსტრუქტურების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დიპლომატის დაპატიმრებისა და კორუფციასთან მისი კავშირის თაობაზე გავრცელებულმა ინფორმაციამ დღეს მთელი ევროპა მოიცვა. ჩვენი ჟურნალისტი ერეკლე ფოლადიშვილი შემოგვიერთდება ახლა და უფრო დეტალურად გაგვაცნობს საკითხს. ერეკლე, სალამი. სალამი, გიორგი მოგესალმებით და მიესალმებით მაყურებელს. ცხადია გვაინტერესებს, მაყურებელს საინტერესოა გავიგოთ პასუხი მთავარ კითხვაზე, რატომ დაიჭირა ბელგიურმა პოლიციამ მოგერინი. Federica Mogherini ადამიანი, რომელიც ქართველებისთვის საკმაოდ კარგად არის ცნობილი და კარგად გვახსოვს, მით უმეტეს დადებითად, როცა ევროპულ სტრუქტურებზე საუბრობთ, დაკავებულია და ამას აქვს კონკრეტული მიზეზი, საუბარია შესაძლო კორუფციულ გარიგებაში ჩართვაზე, რაც უნდა უკავშირდებოდეს ბელგიაში მდებარე ევროპულ კოლეჯს, რომლის ხელმძღვანელიც, რექტორიც ის 2020 წლიდან იყო და უფრო კონკრეტულად რომ განმარტოთ, Federica Mogherini შესაძლოა იყოს ბრალდებული იმაში, რომ მან წინსწრებით იცოდა ინფორმაცია იმ კონკრეტული ევროსტრუქტურების მიერ გამოცხადებული ტრენინგი, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, იმ პროექტის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა გარკვეულ პერიოდში სწორედ დიპლომატიური მიმართულებით ახალი პროექტის გამოწყებას ევროკავშირის მხრიდან დიპლომატიური სკოლა უნდა გახსნილიყო მარტივად რომ ვთქვათ და ამისთვის იყო გამოსაცხადებელი სპეციალური პროექტი ევროკავშირის მხრიდან და თუ დადგინდა და დაადგინა ბელგიურმა მხარემ რომ Federica Mogherini წინასწარ იცოდა ამ პროექტის შესახებ და ვიდრე განაცხადების მიღებას დაიწყებდა ევროკავშირი მან წინსწრებით ცოდნის ფონზე შეიძინა კონკრეტული ობიექტი, საუბარია 3.2 მილიონის ღირებულების შენობაზე ბრიუგეში, რომელიც შემდგომ რეალურად გამოიყენა ევროსტრუქტურამ დიპლომატიური სკოლის შესაქმნელად, მარტივად რომ ვთქვათ, თუ მან იცოდა რეალურად რომ ეს პროექტი გამოცხადდებოდა გარკვეულ პერიოდში, შესაბამისად მან საკუთარი და თავისი გარემოცვის სასარგებლოდ გამოიყენა ევროკავშირის ფული და მოიგო, მარტივად რომ ვთქვათ, კონკურსი და მიიღო 690.000 ევროს ოდენობის თანხა, ამ შემთხვევაში ევროფონდებისაგან, თუმცა აქ მნიშვნელოვანია განიმარტოს და ხაზგასმით აღინიშნოს, რომ ეს არის ამჟამადაც მიმდინარე საქმე, მხოლოდ ეჭვის დონეზე არის საუბარი, რომ მან იცოდა საკუთარი ფულით შეიძინა კონკრეტული შენობა, რომელიც შემდეგ მიაქირავა, ასე ვთქვათ, დიპლომატიური სკოლის მოსაწყობად. კი. საკუთარი ფული თუ შეიძინა? არა, ამ შემთხვევაში საკუთარ ფულზე არ არის საუბარი, ძალიან მარტივად რომ წარმოგადგენინოთ, 2022 წლის პერიოდისთვის იგეგმებოდა ევროკავშირში გამოცხადება სპეციალური დიპლომატიური სკოლის შექმნის. ინსაიდერული ინფორმაცია ჰქონდა, ასე ვთქვათ, რაც შეიძლება ცოტა ხნით ადრე ვიდრე ეს გამოცხადდებოდა. ეს კონკურსი გამოცხადდებოდა ამ შემთხვევაში ევროკავშირის მხრიდან და რაშიც ცხადია, ბევრი დაინტერესებული მხარე შეიძლება ყოფილიყო და მათაც შეიძლება ჰქონდათ სურვილი რომ მათთან გახსნილიყო სხვა უნივერსიტეტებში, სხვა სასწავლო დაწესებულებებში. მან ძალიან საეჭვოდ რამდენიმე თვით ადრე შეიძინა 3.2 მილიონად მისმა ამ შემთხვევაში ორგანიზაციამ, ცხადია აქ პირად ფულზე არ არის საუბარი, იმ ორგანიზაციამ, იმ სასწავლებელმა, რომლის რექტორიც იყო, შეიძინა კონკრეტული შენობა, რომელიც შემდგომ რამდენიმე თვეში, როცა გამოცხადდა კონკურსი, პირდაპირ წესით ფაქტობრივად უკონკურენტოდ გამოვიდა მისი ევროპული კოლეჯი და მოიგო კიდევაც ევროკავშირისაგან ეს დაფინანსება, ასე რომ ვთქვათ, 690.000-ის, ანუ რეალურად მისი ხარჯი გარკვეულ პერსპექტივაში ცხადია იყო, მაგრამ 690.000 დაახლოებით 700.000-ია დაახლოებით საუბარზე. ეს თუ მიიღო, მან ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რაც იქნება. ერეკლე, რასაც შენ ახსენე, ეს არის კლასიკური ინსაიდერული ასე ვთქვათ, ვაჭრობა. ამას აკეთებენ ევროკავშირშიც, ამერიკაშიც და არასებობს ქვეყანა, სადაც ინსაიდერები ინფორმაციას არ იყენებენ. ხო, ბელგიურმა პოლიციამ თუ აღმოაჩინა ეს, დიდი გამარჯვება მათ. როგორც ვიცით, მასთან ერთად კიდევ სხვა პირებიც იყვნენ გარკვეულწილად საქმეში ჩართულნი და მათაც ჰქონდათ ამ სქემასთან კავშირი, რა ისმის ამ მიმართულებით. ძალიან პირდაპირ ვთქვათ, რომ ერთადერთი ადამიანი, ვინც ჩვენთვის არის საინტერესო და ვისაც ყველაზე მეტი ეჭვი აქვს ბელგიურ პოლიციას, ეს არის სტეფანო სასინო. ადამიანი, რომელიც თავის დროზე იმ წლებში 2014-19 წლებში, როცა
მოგერინი იყო ევროპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დიპლომატი, სწორედ იმ წლებში იყო მისი ერთ-ერთი თანამშრომელი, ახლო გარემოცვის წევრი და კურირებდა ერთ-ერთ მიმართულებას ევროპულ დიპლომატიურ უწყებაში, რაც მთავარია, ეს ადამიანი ფედერიკა მოგერინის წასვლის შემდეგაც დარჩა და აი ამ მომენტამდე კურირებდა როგორც სპარსეთის ყურის, ასევე ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნებში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას, ის იყო ფაქტობრივად ამ მიმართულების ხელმძღვანელი და სწორედ აი ეს საჩენს ეჭვს, რომ ფედერიკა მოგერინი თუ 2019 წელს თავისი მანდატის დასრულების შემდეგ გადავიდა უკვე საგანმანათლებლო სექტორში და გახდა რექტორი ამ ევროპული სასწავლებლის, ეს ადამიანი დარჩა და სავარაუდოა, რომ მან შეიტყო ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა დიპლომატიური სკოლის გახსნა და შესაბამისად მიაწოდა ინფორმაცია ფედერიკას, რომ მის სასწავლებელს შემდეგ იყიდა კონკრეტული დაწესებულება და ფაქტობრივად მოიგო კიდევაც შემდგომ ეს ინსაიდერი, ასე ვთქვათ, ის გამოდის, თუმცა ბიზნესისგან განსხვავებით, ბიზნეს გარიგებიდან, სადაც ძირითადად საკუთარ ან ბიზნეს კაპიტალს რისკა, აქ საუბარია ევროკავშირის პულზე, გადასახადის გადამხდელების პულზე, თავად მნიშვნელოვანი ეგ არის, თორემ ინსაიდერული გარიგებები ხო, პრინციპში ბიზნესში ყველგან არის და ყოველთვის არის და ხდება ყოველთვის და მოხდება კიდეც. ერეკლე ბოლოს შეჯამებისკენ რო ვთქვათ, ფედერიკა მოგერინის სახელი და გვარი, ისევე როგორც მე ალბათ ბევრ მაყურებელს ეცნო, მაგრამ კარგად შეიძლება ვერ გაიხსენა რა კავშირი აქვს მას საქართველოსთან, რა ტიპის კავშირები იყო, რომ მოუყვეთ მაყურებელს ბოლოს. ფედერიკა მოგერინი არის ადამიანი, ვისი რეალური დამსახურებაც არის ის, რომ დღეს საქართველოს აქვს ვიზა ლიბერალიზაცია. ადამიანი, რომელიც 2014-19 წლებში საქართველოში საკმაოდ აქტიურად იყო იმ პროცესებში ჩართული, რასაც რეალურად ჩვენ რის შედეგადაც საბოლოოდ საქართველოს მიიღო ევროკავშირთან უვისო მიმოსვლა. ის 2014-19 წლების პერიოდში ორჯერ შეხვდა ქართველ პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით კი აღსანიშნავია პრემიერ-მინისტრებს ირაკლი ღარიბაშვილს და გიორგი კვირიკაშვილს. ეს ორი მინისტრი იყვნენ სწორედ იმ პერიოდში, როცა ქვეყანა მიიღო ვიზა ლიბერალიზაცია და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი მონაწილეობა. ის იყო ფაქტობრივად საქართველოს ერთ-ერთი გულმხურვალი მხარდამჭერი ამ კუთხით. ცხადია, საქართველოს თავისი ვალდებულებებსაც, როცა ვალდებულება აქვს, მაშინ უნდა გააკეთოს, ცხადია, მხარემ და ამ შემთხვევაში აქტორმა თავისი გასაკეთებელი, თორემ ძალიან ბევრი კარგი ადამიანები ვიცით ევროსტრუქტურებში, რომლებიც უბრალოდ არ არიან არაფრის შემძლეები, თორემ კი არიან მხარდამჭერები. რაც მთავარია, ფედერიკა მოგერინი ძალიან დაეხმარა ამ ქვეყანას და ის რომ ელემენტარულად თქვენ, მე და ზოგადად ქართველები მოგზაურობთ ევროპაში, ეს გარკვეულწილად უვიზოდ, ეს გარკვეულწილად ნამდვილად იყო ფედერიკა მოგერინის დამსახურება, თუმცა ვითარება ახლა ასეთია, იმედი მაქვს ბელგიური სასამართლო, ბელგიური გამოძიება და შემდგომ სასამართლო დაადგენს ჭეშმარიტებას. მადლობა, ეს ერეკლე პოლოდიშვილი იყო, ფედერიკა მოგერინი, როგორც ვახსენეთ, არის დაკავებული, მიმდინარეობს, ასე ვთქვათ, გამოძიება და გამოძიების დასრულებას და შედეგებს, რა თქმა უნდა, ბიოჯის პლატფორმებიდანაც შეიტყობთ გარდაუვალად.